საღამომშვიდობისა ეს არის ახალი 9 საათზე. ხის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოგიდგენთ. ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომა და ხმაურიანი დებატები პარლამენტში უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია. პრეტენზიები ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართ საპარლამენტო უმრავლესობაში საბჭოს უფუნქციობაზე ალაპარაკდნენ. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. ექსკლუზივი ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსი სამხედროები ეგრეთ წოდებულ საზღვრებს ამაგრებენ. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 6 წევრი ვერ აირჩია, რატომ არ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა. პოლიტიკაში შეწირული კულტურული მემკვიდრეობა, დამახინჯებული იშხანი ტაოგლაბჯეთში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გარეშე ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა გადაწყვეტილების მიზეზი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. და კვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომის პარალელურად პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ხმაურით განიხილავენ თუ რა ხდება ქუთაისში და კონკრეტულად პარლამენტის ხდომაზე. ამის შესახებ ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე ჩაგვერთვება. მირიან, მოგესალმებით და როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა და თუ მოხდა დაპირისპირება და რა განცხადებები გაკეთა პოლიტიკოსების მხრიდან? რაც შეეხება განცხადებებს, თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ გარკვეული შეფასებები გაკეთდა საქართველოს პარლამენტში დეპუტატების მხრიდან სანდრო კვიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტის გამო საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა შეაფასეს სანდრო კვიტაშვილის ეს გადაწყვეტილება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე თვლის, რომ სანდრო კვიტაშვილს უფრო ადრე უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოითხოვეს ეს და მისი თქმით სანდრო კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობა იმის გამო, რომ მას არ აქვს აკადემიური ხარისხი, როგორც ცნობილია კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ნუგრარ ციკლაურმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მისი თქმით ეს ამ კანონპროექტის მიღება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, უმრავლესობას და ხელისუფლებას სურს, რომ საკუთარი ზეგავლენის ქვეშ საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და ეს კანონპროექტი იყო მიღებული იმის გამო, რომ თსეუს რექტორს საკუთარი თანამდებობა დაეტოვებინა და ამ გარემოებებიდან გამომდინარე ნუგზარ ციკლაურმა დადებითად შეაფასა სანდრო კვიტაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება. კანონი, რომელიც ამ წუთებში განიხილება საქართველოს პარლამენტში, არის პირდაპირ მიმართული უნივერსიტეტის ავტონომიის შესასუსტებლად და გასანადგურებლად და მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს დაბრუნდეს შევარდნაძის ეპოქაში. უპირველესი აგახავთ ის, რომ აკადემიურ საბჭოებს არჩევით ორგანოებს პირდაპირ ერთმევა შესაძლებლობა, რომ მართონ უნივერსიტეტები ისე როგორც მათ სურთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ბატონი კვიტაშვილის გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. უნებრივია ის, რომ მას არ გააჩნია აკადემიური ხარისხი, ნამდვილად არის ძალიან სამწუხარო, რადგან საქმე ეხება ისეთი მაღალი სტატუსისა და ქართველი ერისათვის უაღრესად მნიშვნელოვან დაწესებულებას, როგორიც გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულ მომენტში სავარაუდოა, რომ ის ფიქრობდეს, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზე მას მოუწევს პოსტის დატოვება, ასე რომ ბატონმა კვიტაშვილმა ერთი ნაბიჯით დაასწრო მთავრობასა და პარლამენტს. რაც შეეხება თავად ამ კანონპროექტს, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ. დღეს ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა პლენარულ ხდომაზე და შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უთანხმოება არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობა ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ისინი არ ეთანხმებიან კანონპროექტში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს აქვს საშუალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი დანიშნოს. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები დაკარგავენ საკუთარ დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას. უმრავლესობის წარმომადგენლები კი პირიქით დადებითად აფასებენ წარმოდგენილ კანონპროექტს. მათი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით დამოუკიდებლობას უფრო შეინარჩუნებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები და სწავლების ხარისხიც გაუმჯობესდება. ამას და სხვადასხვაობის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით კენჭი ეყარა 72
ხმა 28 ხმის წინააღმდეგ. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. მათი საშუალება რომ ასწავლონ, ასე ვთქვათ, გადასცენ განათლება იქნება უაღრესად შეზღუდული. ელემენტარულად ბევრი პროგრამა უბრალოდ დაიხურება. სწორედ ამიტომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ვიმუშავებთ ლექტორებთან, სტუდენტებთან, ჩვენს ახალგაზრდობასთან, რომ არ დაუშვათ განათლების სფეროზე, აკადემიურ სფეროზე ასეთი აგრესიული და უხეში შეტევის მცდელობა და საქართველოში გადარჩეს აკადემიური თავისუფლება. რამდენი მაგალითიც მინდა ახლა ამ ბოლო ხანებში მინდა დაგისახელოთ, როდესაც სტუდენტი აღმოჩნდა რექტორის სავარძელში. და ეს არ იყო შემთხვევით, ეს არ გაინტერესებდათ იმ კაცს აქ ავტორიტეტი, არა აქ ავტორიტეტი, გაინტერესებდათ ის რამდენად ხმარი ჩემი. აი ეს ბატონყმობა მორჩება, აღარ იქნება და აი ამის შემდეგ მართლაც მცოდნე ხარისხის მქონე ადამიანი იქნება არჩეული. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე ასევე დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს უყარეს დამატებით კენჭი, მაგალითად დეპუტატებმა საბოლოოდ მესამე მოსმენით მიიღეს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 28 დეპუტატის წინააღმდეგ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, ასევე დღესვე პარლამენტარებმა ელჩობის 2 კანდიდატის დაამტკიცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლად პარლამენტომ ხარი დაუჭირა კახაბერ იმნაძის კანდიდატურას, რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ლევან დოლიძის კანდიდატურას დაუჭირა პარლამენტმა მხარი და პროცედურულად უკვე კანდიდატები გადაეგზავნება პრეზიდენტს, რათა მან საბოლოოდ ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანდიდატურებს. დიდი მადლობა მირიამ, მირამ გორგოძე საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. კვიტაშვილის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. უკვე ყოფილი რექტორი იმ კანონპროექტს იწუნებს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლის რექტორს აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს. დღესვე თემას პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ ცვლილებები ძალაში შევა, განათლების სისტემაში ძველი კორუმპირებული კადრები დაბრუნდებიან. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თსეუს რექტორობის სურვილი აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გამოთქვა. თამარ ხურცია გიამბობთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტურია. ალექსანდრე კვიტაშვილის მოთხოვნა გადადგომის შესახებ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უკვე დააკმაყოფილა. მიზეზი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა, რის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლის რექტორი აკადემიური ხარისხის მატარებელი უნდა იყოს. უკვე ყოფილი რექტორი კი აკადემიურ ხარისხს არ ფლობს. მე მიმართ საბჭოს ჩემი გადადგომის მოთხოვნით მე ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი გზა, ეს იყოს დაცული უნივერსიტეტის ავტონომია და მიეცეს საშუალება საბჭოებს, უნივერსიტეტის საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მათი ან მოვალეობის შესრულებელი, ან ახალი რექტორი. ეს გადაწყვეტილება ჩემი იყო დაფუძნებული იმ პოლიტიკაზე, რომელიც გატარებული იქნა სამინისტროს მიერ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მაშინ, როდესაც ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობდა, საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს ხვდებოდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას აკრიტიკებდა. დღეს არის ცდილობა რევანშის იმ კადრების მიერ, რომელიც ფულს აკეთებდა ქთამებით, ჩაწყობით, ნეპოტიზმით, დაბრუნდნენ უკან, მთლიანად ხელში აიღონ უკან საგანმანათლებლო სისტემა. კანონპროექტის ინიციატორი, რაც კვიტაშვილის გადადგომის მიზეზი გახდა, განათლების მინისტრია. მისი განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაა. მე ვნახე სხვაჩვენს უმცირესობის წარმომადგენლების კომენტარები. ისინი ამბობენ, რომ აბსოლუტურად საკამათო არ არის ის, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უნდა იყვნენ მეცნიერები. საკამათო არ არის ის, რომ ლექციებს უნდა კითხულობდნენ პროფესორები, მაგრამ მაინც არ მოსწონთ. ძალიან რთული არის ასეთ შემთხვევაში კამათი, თუ არაფერი საკამათო არ არის. უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, რომელიც იმავდროულად უმაღლესი აკადემიური პირი არის უნივერსიტეტში, მას თუ მოთხოვთ და უნდა გადაწყვეტილება ქანონში უნდა ქონდეს სამეცნიერო ხარისხი, ამაში ალოგიკური ნამდვილად არაფერი არ არის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის მსურველები უკვე გამოჩნდნენ. მათ შორის ერთ-ერთი აკადემიკოსი ლადო პაპავაა. არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა იქნება, თუმცა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას თავად არ გეგმავს. თუ უნივერსიტეტის სტუდენტობას და უნივერსიტეტის პროფესორას ენდომება, რომ ლადო პაპავა იყოს
უნივერსიტეტში და იყო უნივერსიტეტის რექტორი, მე ჩემ თავისუფლებას მივცემ, თუ ისინი დამასახელებენ, რომ მონაწილეობა მივიღო რექტორის არჩევაში. მე რა თქმა უნდა, ჩემ და თავად ჩემი კანდიდატურის წამომყენებელი ნამდვილად არ გახლავართ. მაგრამ თუ ვინმე წამომაყენებს, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ. კანონპროექტში შესატანიცულებები მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობისა და აკადემიური წრის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. მაგალითად, ის მუხლი, რის მიხედვითაც დოქტორანტს ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება ეკრძალება, რაც ნიშნავს, რომ ის სტუდენტს ლექციას ვეღარ წაუკითხავს. საათობრივად შეზღუდული იყო ჩვენთან მდგომარეობა არის ამდენი საათი აქედან გამომდინარე არ ქონდა სალექციო კურსის წაკითხვის საშუალება. თუ კი ხარისხი აიწევს, მივესალმებით. მსოფლიოში დოქტორანტები კითხულობენ ასისტენტები ლექციას, ვინაიდან აწევთ არის კიდევ სრული პროფესორები, სასწავლებელი პროფესორი. ეს არის მათთვის რომ მათი გამოცდილება, ამიტომ მათი არ დაშვება ლექციაში. ეს არის ჯერტი გარდაივსო, რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. მოვითხოვთ ხელფას გაუყონებლივ დაფიქრაღებულად მოთხოვნები. ალექსანდრე კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2010 წლის 31 აგვისტოს აირჩიეს. მალევე კვიტაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სტუდენტები მათი უფლებების შელახვასა და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. პროფესორ მასწავლებელთა ნაწილი უკვე ყოფილ რექტორს პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებაში ცდებდნენ ბრალს. რამდენიმე წუთში თქვენ ახავთ ექსკლუზიურ კადრებს ოკუპირებული ტერიტორიიდან მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი დღეს სოფელ ოტობაიაში იმყოფებოდა და იმ მიწაყრილებს იღებდა, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გასამაგრებლად მოაწყვეს. სიუჟეტი ამ წუთებში მზადება საეთეროდ და მას გამოშვების მსვლელობისას უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი დღის სხვა მთავარი თემები: ხმაური პარლამენტში, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი თუ ქმედ უუნარო ორგანო. გაუქმდება თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ საბჭოს არაეფექტურობაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც ალაპარაკდნენ. მმართველი გუნდის წევრების პოზიციას ოპონენტების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა. დაპირისპირების მიზეზი გახდა საბჭოს გუშინდელი სხდომაც, რომელიც პრეზიდენტმა 7 თვიანი პაუზის შემდეგ ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ მოიწვია. მე მოვთხოვ, რომ პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ავღანეთში. პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაბედულებას და პრინციპულობას ნამდვილად არ უჩივის, იქაც ჩავა ავღანეთში და ჩვენ ჯარისკაცებსაც შეხვდება, მაგრამ გარწმუნებთ პირდაპირ ეთერში არ დასვამს იმ ჯარისკაცებს და არ მოთხოვს მათ მოუყვნენ რამდენი მოწინააღმდეგე ყავთ განადგურებული. დაპირისპირება პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუშინ პრემიერ-მინისტრის არ დასწრებას მოჰყვა. აბსოლუტურად გაუგებარია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და მხოლოდ შიდა პოლიტიკური კიკლაობის სულისკვეთებით არის გაჯერებული ის განცხადება, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა გუშინ, რომ მისთვის საინტერესო საკითხები არ იყო უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში. ძალიან ბევრი დროის გამო მართლაც ახალი გასართობი იშოვა და დაკავდა ახალი გასართობით და დაიწყო უშიშროების საბჭოების სწორედ აი სხდომების მოწვევა. მინისტრები ვალდებულები არიან და იძულებულებიც არიან, რომ მივიდნენ, მაგრამ პრემიერი არ არის ვალდებული. საპარლამენტო უმცირესობა დღეს მთავარ აქცენტს უშიშროების მნიშვნელობაზე აკეთებს და საბჭოს შედეგებზე საუბრობს. ეს არის კოლეგიალური ორგანო, სადაც მინისტრები, ვისაც შეხება აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და რიგი სხვა თანამდებობის პირები კოლეგიალურად ვჟერობენ პრობლემებს. ეს არის უშიშროების დოქტრინა, ეს არის თავდაცვის დოქტრინა, ეს არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ასე შემდეგ. პარლამენტის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ ჩამოთვლილი შედეგები არასაკმარისია მოქმედი თავმჯდომარისთვის. ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს არსებული ფორმატის გაუქმების მომხრეა და ფიქრობს, რომ ახალ კონცეფციაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. უშიშროების საბჭოს ამ ფორმით არსებობა არის აბსოლუტურად არაეფექტური და სამწუხაროდ წლების მანძილზე სააკაშვილი მას იყენებდა როგორც PR კამპანიის ნაწილს და გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს ხომები პირდაპირ ეთერში გადაიცემდა ხოლმე. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, მაშინ როდესაც ჩვენ ფაქტობრივად საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ ქვეყნის მართვის, უშიშროების საბჭოს მიმართულებით სერიოზული რეფორმა განხორციელდება. მე არ ვიცი, ხალხი ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა მე მისი გაუქმების მომხრეც კი ვარ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საბჭოს დივან ბოკერიას ეხლა გაახსენა, რომ საბჭო არსებობს და ამგვარი კონსულტაციები უნდა იმართებოდეს. მათ უნდათ მხოლოდ PR-ისთვის ამის გამოყენება.
პრეზიდენტის PR კამპანიის ნაწილი თუ ქვეყნის უსაფრთხოების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი. უშიშროების საბჭოს ქმედით უუნარობაზე ჯერ კიდევ გუშინ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ჩვენ პატივს ვუწევთ ინსტიტუტებს, იქნება ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, იქნება ეს ისეთი მნიშვნელოვანი წესით შინაგან მნიშვნელოვანი საათბირო ორგანო როგორც არის უშიშროების საბჭო, თუმცა დღეს მდგომარეობით მე მიმაჩნევა ეს არის აბსოლუტურად არაეფექტური და მე ვიტყოდი უუნარო უშიშროების საბჭო. ღარიბაშვილის განცხადებამდე უშიშროების საბჭოს მუშაობა შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მედიასთან ბოკერიას უწყების დაფინანსებაზეც ისაუბრა. 8 თვის განმავლობაში არ შეიკრება 20 მილიონი მოითხოვეს საერთაშორისო. ეს სტრუქტურა ძირითადად მე როგორც ვხედავ ახლა 8 თვე არ ინძრევა, ძირითადად პრეზიდენტის ლობირებად იყო დაკავებული. 20 მილიონის მოთხოვნაზე 1.200.000 თუ რაღაც მიცა ბიუჯეტმა, დანარჩენი იყო ლობირებაზე მიდიოდა პრეზიდენტის ძირითადად. ეს თანხები არ აუგიათ, არც არაფერს არ იძახიან, საერთაშორისო საოცარია, რომ 20 მოითხოვა და იმის 5%-ს დაჯერდა და ხმა არ მოიღო, ეგეც საოცარია, ხო? 8 თვე არ იკრიბებოდნენ, ეხლა უნდა შეიკრიბონ და გააკეთონ დასკვნები, რომ და აჩვენონ ქვეყანას, რომ ქმედით უნარიანია ეს სტრუქტურა. როგორ გააგრძელებს უშიშროების საბჭო ფუნქციონირებას და მოითხოვს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას საბჭოს გაუქმებას უცნობია. მანამდე კი უშიშროების საბჭოში წევრები უკვე შეთანხმდნენ მორიგ შეხვედრაზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების დანიშვნის გაჭიანურების საკითხს დააყენებს. ამ დრომდე უცნობი რჩება იუსტიციის საბჭოს მომავალი 6 წევრის ვინაობა, რომლების პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ნაციონალური მოძრაობის პროტესტის გამო არჩევნების მეორე ტური გადაიდო კენჭისყრამდე, რამდენიმე წუთით ადრე უმცირესობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, რომლის მიხედვით 35-ის ნაცვლად კენჭი მხოლოდ 10 კანდიდატისთვის უნდა ეყარათ. მეორე ტური 14 ივნისაა დანიშნული. ხმაურიანის ხდომის დეტალები თამთა ჯანაძის რეპორტაჟში. მეორე ტურში გავიდა 12 კანდიდატი. ესენი არიან გოჩა მამულაშვილი, ნინო ბაქაქური, ვახტანგ თორდია, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ სხდომის დატოვების გამო კანონის მოთხოვნა ხმების 2/3 ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. მეორე ტურში უკვე ჩვენ 6 ასარჩევი პირიდან 4-ს ავირჩევთ უმრავლესობით, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო იმ 2-ს უკვე ჭირდება 2/3 ხმა, ანუ 100 ხმა. საპარლამენტო უმცირესობის ეს ნაბიჯი ყოველად გაუმართლებელია, ის როგორც პოლიტიკურად არ არის გამართლებული, არ გამომდინარეობს საერთოდ იუსტიციის საბჭოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე ზრუნვის მიზნიდან, თუ ისინი ბოლომდე გააგრძელებენ ბოიკოტს ამ არჩევნების, გამორო საბჭოში არჩეული იქნება 13 წევრი. შეთანხმება, რომელიც მეორე ტურის საჭიროებას მოხსნიდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ვერ შედგა. მიზეზად ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიზების სურვილს ასახელებს. პრაქტიკულად უმრავლესობამ წინასწარ უკვე იცოდა ვისა რომელი 6 კანდიდატურას უჭერდა მხარს და მე მინდა ბოდიში მოუხადო იმ იუსტიციის საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებს, რომლებმაც ასე ვთქვათ ამ მასში მიიღეს მონაწილეობა და ვერ გაიმარჯვეს. ჩვენ ვამბობთ, რომ დღესვე დავასრულოთ ეს საკითხი და ავირჩიოთ ობიექტური ადამიანები. 4 ადამიანი, ვინც უნდა უმრავლესობას, პლუს 2 ადამიანი, ვინც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი. ამის ამასოთ ვის ირჩევენ მაგალითად დღეს, აი თქვენთო ნახავთ რომ აირჩევენ. მაგალითად ეკა გოცირიძე, რომელიც ბატონ ზაქარია ქუცნაშვილთან მუშაობდა მის იურიდიულ კომპანიაში და იქ იღებს ხელფას და იქ იღებდა ხელფას. წარსულში ქუცნაშვილის კომპანიასთან თანამშრომლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატი ცუდს ვერაფერს ხედავს. ევა გოცირიძე მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული შედეგებით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ. სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით კოლეგის აზრს იზიარებს იუსტიციის საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით სულაქველიძე. სასამართლო ხელისუფლებამ არ გადადგა ისეთ ნაბიჯები, რომელიც მას ხალხის ნდობას მოუყვებს. ამიტომ ასეთ ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ კანდიდატთა როლი, რომელიც საქართველოს პარლამენტიდან იქნება წარდგენილი და შეავსებს დანარჩენ შემადგენლობას, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. სალბებელია ის ფაქტი, რომ მომავალი იუსტიციის საბჭო, ვინც არ უნდა იყოს არჩეული, იქნება დეპოლიტიზებული. თვითონ კანონიდან გამომდინარე, კანონის უდევს საფუძველი მის დეპოლიტიზაციას და ამიტომ უნდა იქნეს ეს შეძლება გამოყენებული. ვიდრე სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდნენ, უმცირესობამ სამართლიანი მართლმსაჯულების მისაღწევად საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი მეთოდი შესთავაზა, თუმცა ქართულმა ოცნებამ კონსულტაციებზე უარი თქვა. ჩვენ გთავაზობთ 35 ადამიანიდან 10 ადამიანის
სახელს და გვარს, რომლებიც არიან გამოცდილი იურისტები, რომელთა დაკავშირებითაც მზად ვართ, რომ გავიაროთ კონსულტაცია თქვენთან. ფრაქციებში კანდიდატურების განხილვისთვის და ფრაქციებს შორის კონსულტაციებისთვის ჩვენ გქონდა ერთი კვირა, რომელიც გუშინ ამოიწურა და დღეს ამიტომ ამ საკითხის განხილვა კანონით უკვე სავალდებულო, უახლოეს პლენარულ სხდომაზე ასე წერია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრების გამოსავლენად კენჭისყრის მეორე ტური 14 ივნისის პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. ამავე დღეს კენჭს უყრიან მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებსაც. 16 ივნისს კი თბილისში მოსამართლეთა კონფერენციის მეორე ტური შედგება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აირჩევენ. საფრთხის შემცველი სამშენებლო სამუშაოები და იშხნის ტაძრის დამახინჯებული იერსახე ისტორიულ ტაოკლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლი ავთენტურობას კარგავს. იერსახის შეცვლის დამადასტურებელი ფოტომასალა სოციალური ქსელით ვრცელდება. სარესტავრაციო სამუშაოებს ერთ-ერთი ადგილობრივი თურქული კომპანია ქართველი სპეციალისტების გარეშე ატარებს. მიზეზი კი გაჭიანურებული პროცესია საქართველოსა და თურქეთში საერთო კულტურის ძეგლების რესტავრაციის შესახებ პროექტს პრეზიდენტი ხელს ამ დრომდე არ აწერს. სანამ პოლიტიკური შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება, მანამდე თურქეთის ტერიტორიაზე მსდებარე საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას სერიოზული პრობლემები ექმნება. სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტო დღეს მეცხრე არხმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თურქეთის ელჩს წარუდგინა. ფოტოზე იშხნის ტაძრის ნაწილია გამოსახული, საიდანაც ირკვევა, რომ თურქმა მშენებლებმა სადიაკვნოს კედლების რესტავრაცია უკვე ჩაატარეს. ქვის კვადრების პერიმეტრი და წყობა არ შეესაბამება ავთენტური კედლის ნაშთებს, რომელიც მარცხენა ზედაკუთხეშია შემორჩენილი. საეჭვოა მათი შეფერილობაც. ითვალისწინებს თუ არა თურქული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებისას ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციებს. ამ კითხვით მეცხრე არხმა თურქეთის ელჩს მიმართა. თუკი ქართული მხარე საჭიროდ ჩათვლის, რომ რაღაც ისე არ კეთდება, საჭიროა შესწავლა ან გამოკვლევა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როგორც ცნობილია, ქართველი სპეციალისტები უკვე ორჯერ იმყოფებოდნენ ადგილზე და მინდა აღგითხრათ, რომ თურქეთი ასეთი თანამშრომლობისათვის მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი შესაბამისი ოქმი. ელჩის განცხადებით მნიშვნელოვანია მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვით საქართველოში არსებული თურქული ძეგლების რესტავრაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება იქნება შესაძლებელი. 2012 წლის დასაწყისში საქართველოში თურქი ექსპერტები ჩამოვიდნენ, მათ რაბათის კომპლექსი და აჰმედიეს მეჩეთი მოინახულეს და თავიანთი მოსაზრებები წერილობით გვაცნობეს, რომლებიც ჩვენ დიპლომატიური არხებით ქართულ მხარეს გადავესით. სამწუხაროდ არც ერთი ეს შენიშვნა გათვალისწინებული არ იქნა მშენებლობის პერიოდში და ეს შენიშვნები დღესაც აქტუალურია. იშხანში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმაც გააკეთა. მიზანდარი თურქულ მხარესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების თემასაც შეეხო. ექსპერტთა დონეზე ურთიერთობა არსებობს, ესე იგი მიმოწერა არსებობს და ეს ინფორმაცია ჩვენ ესეთი არაფორმალური არხით მოგვეპოვება. და რა თქმა უნდა არის საფრთხე მეთოდოლოგიის დარღვევისა, ჩვენ არ აგვაქვს ხელშეკრულება ჯერ გადაგზავნილი თურქეთის მხარეს. ამის შესახებ ჩვენ სამინისტრომ მრავალჯერ მინისტრმაც და მეც პირადად არაერთგზის გავაკეთე განცხადება მარტის დამლევიდან მოყოლებული, გაჩერებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. თურქული მხარის მოთხოვნაზე განმარტებები 10 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა. ის დოკუმენტი, რომელიც მათ წარმოადგენს, ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს რაბათ ციხეში, რომელიც სრულად გაუგებარია ვის ინიციატივა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრები როგორც თურქეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერთან. არანაირი პრეტენზია მათ მხრიდან არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება თურქის სპეციალისტების მიერ იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს, ქართველი სპეციალისტები დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებენ ყურადღებას. ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებიდან არ არის საუკეთესო კონსერვაციული მიდგომა ძეგლის მიმართ. მსგავსი პრეტენზიები მე არამარტო თურქულ მხარესთან მქონია, ადგილობრივ მხარესთანაც მქონია მრავალად წინა წლებში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალურად მინიმალური ჩარევით დავისვათ ძეგლი. კვლევა რომ ჩატარებული იყო, ამ შედეგებს არ მივიღებდით, როდესაც ქვის ფერი, ხარისხი და სახეობა აბსოლუტურად შეუსაბამოა იშხნის ტაძრის პერანგისთვის. თურქულმა მხარემ იშხანზე სარესტავრაციო სამუშაოები აპრილში დაიწყო. თუმცა შეცდომების თავიდან აცილების მიზნით თურქ კოლეგებს ქართველმა სპეციალისტებმა სამუშაოთა დროებით შეჩერების თხოვნით მიმართეს. მეცხრე არხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი გადამღები ჯგუფის სოფელ ოტობაიაში შევიდა მიზეზი აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე გამაგრებითი სამუშაოები ტარდება. გადაღებულ მასალაში ჩანს
მიწაყრილები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზზე მოაწყვეს. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებული საზღვრის გამაგრება არ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს აფხაზური ტელევიზიებითა და ინტერნეტ გამოცემებით გავრცელებული კადრები, რომლებიც ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესს ასახავს. ოტობაია და ნაბაკევი ადგილობრივი მედიის ცნობით სწორედ ამ სოფლებში ამაგრებენ ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზს. ნახეთ პაატა ლაგულოვასა და გოჩა ლემონჯარიას რეპორტაჟი საზღვრისპირა სოფლიდან. ეს კონფლიქტის ზონაა. საზღვარი, რომელიც მეცხრე არხის რეპორტიორებმა ადგილობრივებთან ერთად გადაკვეთეს, სახიფათოა. ამ მიწაყრილებს იქით აფხაზეთია. მეცხრე არხი დღეს კონფლიქტის ზონაში, სოფელ ოტობაიაში იყო გადასული. ეს ერთ-ერთი შემოვლითი გზაა, სადაც მავთულხლართები გავლებული არ არის. ამ ადგილას კი რუსი მესაზღვრეების შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოჩნდნენ. მიწაყრილებისა და თხრილების გაკეთება აფხაზეთის სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2008 წლიდან დაიწყეს. ბოლოს აქ ბულდოზერი ერთი კვირის წინ იმყოფებოდა. აფხაზეთში აქედან გადასვლა ქვეითად ახლაც შესაძლებელია, თუმცა მთავარია აქ ეგრეთ წოდებული პატრული არ შეგეფეთოთ. მეცხრე არხი კონფლიქტის ზონაში აფხაზური მედიით გასული ინფორმაციის შემდეგ ჩავიდა. ამ კადრებს აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სასაზღვრო ზოლზე თხრილები კეთდება. საზღვრის გამაგრების მიზეზად აფხაზური მხარე კონტრაბანდის შემოსვლას ასახელებს. ამ თემაზე აფხაზეთის სამთავრობო ტელევიზიასთან კომენტარს გალის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან არშბა აკეთებს. საზღვრების გამაგრების შემდეგ ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ კონტრაბანდა, რომელიც შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიიდან შეჩერებულია. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ფოჩორში მდებარე სამხედრო ბაზა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ტერიტორიულ წყლებსაც აკონტროლებს. შარშანდილთან შედარებით შემიძლია გითხრათ, რომ საზღვაო კონტროლი მთლიანად ხორციელდება აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში ქართულმა გემმა საზღვარი რომ გადმოლახოს შეუძლებელია. ჩვენი ტექნიკა გვაძლევს შესაძლებლობას საზღვრის დარღვევის ყველა მცდელობა აღმოვფხვრათ. შემოვლითი გადასასვლელები ძირითადად ის ადამიანები სარგებლობენ, ვისაც აფხაზური დოკუმენტების წესრიგში არ აქვთ. ენგურის ხიდის გარდა გამშვები პუნქტები რუსმა და აფხაზმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა სამადილას, ნაბაკევში, თაგილონსა და ოტობაიაში გახსნეს. გამშვები პუნქტები სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი. აქ გადასასვლელად ფორმა 9 აფხაზური მიწერა და მწვანე ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტია საჭირო. მასწავლებელი ვარ და დავდივარ იმ ცენტრალური გზით და არ მაქვს შეხება, საბუთი მაქვს და აქედან გადავდივარ ყოველთვის. საოკუპაციო პერიმეტრზე მიწაყრილების გათხრა რომ მიმდინარეობს, ამას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ადასტურებს. გარკვეული მიწაყრილები გაკეთდა ოკუპაციის ხაზზე. აფხაზეთის მიმართულებით ჩვენ ველოდებით, თქვათ, რა როგორ განვითარდება მოვლენები, მთავარია ჩვენ ქართული მხარე არანაირ პროვოკაციას არ აღვეს, შევინარჩუნოთ ის დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს ზოგადად რუსეთის მიმართ, საოკუპაციო ძალების მიმართ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, რაც არ უნდა იყოს მათი მხრიდან. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში კი ამბობენ, რომ საზღვრის გამაგრების სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყოველწლიურად თხილის სეზონის დაწყებამდე მიმდინარეობს. არაფერი ისეთი არ ხდება, ყოველთვის იყო 2008 წლიდან ვიღაცა ჩაყრიდა, ესენი ამოთხრიდნენ. უნდათ მოაქციონ ერთ გადასასვლელ ხიდზე და სხვადასხვა ადგილებზე რო არ იყოს გადასვლა, მანქანის ან ფეხის გადასვლა. არაფერი ისეთი არ ხდება. ოთარ გოგოხია კონტრაბანდის თემასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ქმედება ბოლო დროს არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება. პოლიტიკური დევნას სხვისი ქონების მითვისების მიზნით კუდის ყოფილი თანამშრომელი ყოფილ მაღალჩინოსანს უპირისპირდება ვაჟა ლილუაშვილს პროკურატურაში უჩევიან. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ექს-მოადგილეს ამავე უწყების ძველი კადრი როლან შინდელიშვილი მილიონამდე ღირებულების ქონების წარქმნაში ადანაშაულებს. შინდელიშვილი ყვება, რომ 5 წლის წინ მოგონილი ბრალდებით დააკავეს, რეალური მიზეზი კი მის საკუთრებაში არსებული ქონება იყო. საჩივრის ავტორის მტკიცების საქმეში დატა ახალაია, ერეკლი კოდუა და ამირან მეცხელიც ფიგურირებდნენ. რა მოხდა 2008 წელს კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის კაბინეტში ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი კუდის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს მის წინააღმდეგ დევნაში ამხელს. როლან ჩინდელიშვილი ამბობს, რომ 2008 წლის 25 სექტემბერს ვაჟა ლელუაშვილის დავალებით შეთითხნილი ბრალდებით დააკავა ერეკლე კოდუამ. კუდის მოქმედ თანამშრომელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი მოპარული ავტომანქანის შეძენას ედავებოდა. შინდელიშვილი დაკავების რეალურ მიზეზად კი მის კუთვნილ ძვირადღირებულ ავტომობილს ასახელებს, რომელიც მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ამირან მესხელს მოეწონა. საუბრობს სხვა ქონების წართმევის
რომ მეც დამიჭერდნენ და მამაჩემსაც. მაგრამ ისაც მინდა დავამატო, რომ დათა ახალაიას გარეშე ეს არ მოხდებოდა. ლელუაშვილი მაგას ვერ გაბედავდა. გამორიცხული. იმიტომ წამართვეს ეს მანქანა, რომ მესხას მოწონდა და ამ მანქანას თუ არ ვაჩუქებდი, მე ციხეში ძალიან გაუსაძლესი პირობები მექნებოდა, ანუ ისედაც მქონდა, მაგრამ შეიძლება რაღაც საშინელება დაემართათ ჩემთვის. რომ შემოვიდნენ, ჩადეს 10 ცალი ტყვია აი აქ, 10 ცალი ტყვია ჩადეს, მე ისევ ამოიღეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რა მიზეზითაც დაკავებული იქნა როლანდ შინდელიშვილი, ის საქმე თავს ვერ დაიჭერდა. შინდელიშვილი ამბობს, რომ მისი დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლელუაშვილის მოთხოვნა შინდელიშვილის ოჯახმა არ შეასრულა. დაკავებამდე ერთი თვით ადრე 2008 წლის აგვისტოში ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში ლელუაშვილმა როლანდ შინდელიშვილის მამა გიორგი შინდელიშვილი დაიბარა. მოპარული ავტომანქანის შეძენაში დაადანაშაულა და $1,000,000 მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის დაკავებით დაემუქრა. ამავე დღეს კუდის მოქმედი თანამშრომელი ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების სამსახურში დაიბარეს და 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ. როგორც როლანდ შინდელიშვილი ამბობს, ამ დროს ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში მამამის თანხაზე ევაჭრებოდნენ. შინდელიშვილებმა $1,000,000 გადახდაზე უარი თქვეს. მალე აგვისტოს ომიც დაიწყო და ლელუაშვილს შინდელიშვილი ერთი თვით აღარ გახსენებია. 25 სექტემბერს კი სოდმა დააკავა. როდესაც მე ვაჟა ლელუაშვილთან მივედი, მან ასეთი რაღაც მითხრა, რომ თითქოს ჩემ შვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით $1,000,000 უნდა გადამეხადა და ეს საქმე დამთავრდება და აღარ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა. ჩემი შვილისგან ითხოვდნენ, რომ მას ვიღაცებისთვის შანტაჟები მოეწყო, რაღაცები ჩაედო, რაღაცები მიეტანა, რაღაცები გაეკეთებინა და მათ ვინც აინტერესებდათ, კარგად მომისმინე, მათ ვინც აინტერესებდათ ის პიროვნებები, რომ დაეჭირათ და გაეუბედურებინათ. რაზედაც ჩემი შვილი წინააღმდეგი იყო, არ წავიდა ამაზე, აქ მანქანა არაფერ შუაში არ იყო. ეს ჩემი შვილის დაკავება და ჩემი ოჯახის დაქცევა, დანგრევა და აი ამ უბედურების მოტანა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩემთვის გამოეძალათ ფული $8,000 მოპარული ავტომანქანის ბრალდებით დაკავებულ შინდელიშვილს $40,000 მეშვიდე სერიის BMW-ს გასხვისებაზე ხელი გლდანის მერვე დაწესებულებაში მოაწერინეს. მასვე საპროცესო შეთანხმებისათვის გააყიდინეს შინდისში მდებარე აგარაკი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა იყიდა. 25 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული შინდელიშვილისაგან სოდი აგენტობას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც შინდელიშვილმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, 7 თვის შემდეგ კვლავ დააკავეს. ამჯერად თელეთში მიწების გასხვისების პროცესში თაღლითობაში დასდეს ბრალი. შინდელიშვილი ამ ბრალდების საფუძვლადაც დარჩენილი ქონების წართმევას ასახელებს. მეორედ დაკავებისას იძულებული გახდა $1,000,000-მდე ღირებულების ქონება მიწები შინდისში, თელეთში და ტაბახმელაში დაეთმო. მესხელი დააინტერესეს, რომ ყავდა კარგი მანქანა, რომ ქონდა ქონება და რომ მესხელი და კოდუა. მესხელი და კოდუა იყვნენ აი ამ საქმეში ჩარეულები. ბევრი დადიოდნენ ამ მანქანით რა, დაუშვათ ჯერ მესხელი დადიოდა, მერე კოდუა დადიოდა და ვიღაცები დადიოდნენ, მაღალჩინოსები დადიოდნენ ამ მანქანით. ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებას დილიდან ვცდილობდით. მისმა მეუღლემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ლელუაშვილს მედიასთან კომენტარი არ სურს. პრეტენზიების შემთხვევაში კი შინდელიშვილს სასამართლოსათვის მიმართვა ურჩია. ჩემ მეუღლე საჯარო ინფორმაციების გაცემაზე უარს აცხადებს ამ ეტაპზე. ისეთ პრობლემა აქვს მიმართოს სასამართლოს, დაურჩევა ცივილური მეთოდით. თქვენი არქიტად მეუდიდას პატივისცემას ვაფიქსირებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ კომენტარისგან თავს ვიკავებთ. როლანდ შინდელიშვილმა საკუთრების დაბრუნების და რეაბილიტაციის თხოვნით განცხადება პროკურატურაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წლის ნოემბერში შეიტანა. თუმცა როგორც აცხადებს, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა და მისთვის წართმეული ავტომანქანით კვლავ სახელმწიფო მოხელეები სარგებლობენ. მეცხრე არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ შინდელიშვილის განცხადების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. მაღალჩინოსნების დაკავება აყვანილები არიან საგარეჯოს გამგებელი და მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი. ბრალდება სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. დავის მიზეზი $300,000, რომელიც საბავშვო ბაღების შესაკეთებლად და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიყო. გამოძიების დაწყების შემდეგ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს. თინა ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის გამგებელი, მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი და 3 შპს-ის დირექტორი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირთა ზედამხედველობით ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ხელოვნურად იქნა გაზრდილი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, რის საფუძველზე დაკავებულების მიერ მითვისებული იქნა თანხა 80,000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ტრანსფერის სახით 300,000 ლარით დაფინანსებული პროგრამის მიხედვით თანხა რაიონის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებდა. მწვავე რეაქცია მოჰყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის დაპატიმრებას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისგან. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ის აღნიშნული პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე საქმის კურსში იყო და მზად არის თავდებში დაუდგეს დაკავებულებს. თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში, მეც უნდა დამკითხო ზუსტად ისევე როგორც დაიკითხան ეს ადამიანები, იმიტომ რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩართული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთავრობისგან. ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ვუდგები თავდებში, იმისათვის რომ ისინი გათავისუფლდნენ. გიორგი ლოლაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მას მხარის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა. დღეს კი რაიონის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მათთვის გამგებლის დაკავება მოულოდნელი იყო. უშინებელ ფინანსის წარმომადგენლებს მოითხოვა შესაბამისი ბრძანებები და რომელიც ამოღებული იქნა ჩვენიდან და დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი ტელევიზიის საშუალებით, რომ მოხდა დაკავება. ფინანსური პოლიცია საგარეჯოს გამგეობის თანამშრომლებს 80,000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანტისანიტარია, უშუქობა და უწყლობა ამ პირობებში 17 სოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისში წურწუმიას 13 ნომერში ცხოვრობს. მომავლის სახლის ამორტიზებული შენობა მათ რამდენიმე თვის წინ თვითნებურად დაიკავეს. სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან გამრიცხველიანებასა და სანიტარული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში დახმარებას არ აპირებენ და დროებით ბინადრებს მითვისებული ფართის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ხათუნა ხუციაშვილი 614 კვადრატული მეტრის ფართში ზრდის. უკიდურესი გაჭირვების გამო მოზრდილებს პერიოდულად ნათესავებთან გზავნის, რათა უმცროს შვილებს ოდნავ მეტი დრო და საკვები დარჩეს. საკვები ერთი კვირაა, რაც უფასო სასადილოდან მოაქვს. მანამდე ამის საშუალებაც არ იყო. ამორტიზებულ შენობაში, სადაც გაურკვეველი ვადითაა შესახლებული, არც შუქია და არც წყალი. ანტისანიტარია და მხრღნელები კი სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროებას ქმნიან. გამგეობაში მქონდა განცხადება შეტანილი და ისიც ეხლა ორშაბათიდან ვიღებთ საკვებს. სამპურნახევარი არის და გვისხავენ ამ 2 ლიტრიან ბაკებში საკვებს და ახლა წარმოიდგინეთ ამ სამპურნახევარს ვუნაწილებ. არც ყოფნით 6-6 ბავშვს სინამდვილე გითხრათ. ბავშვები ეხლა არის რომ იატაკზე წვანან, თორე ქვის ფილებზე სასადილოში მთელი ზამთარი აი ამეებზე ეძინათ, ესეც აქ დაგხვდა. პატარა მყავს ყველაზე პატარა 2 თვის ბავშვი. აქ დაიბადა და 2 თვის წუთში ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა. მეზობლისგან განსხვავებით ჯანანაშვილების ოჯახს მეტი ფართი ერგო, თუმცა სარდაფში. ეკა ჯანანაშვილი შიშობს, რომ ნესტი, უშუქობა და ანტისანიტარია ბავშვს პრობლემებს შეუქმნის. ოჯახი 21 საუკუნეში სანთლის შუქზე და შეშის ქურის იმედად არსებობს. შეშას ხანსად ვიშოვნით, რომ რაღაც სადილი გავაკეთოთ ბავშვისთვის, წყალი გავაცხელოთ, დავბანოთ ბავშვი. აი ამ მდგომარეობაში ვართ, ეს თუ ცხოვრება არ ვიცი რა. წურწუმიას 13 ნომერში ბავშვთა სახლის მიტოვებულ შენობაში 17 ოჯახი უკვე 8 თვეა ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილები სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სოციალურად დაუცველი შემწეობას იღებენ. შუქი, წყალი, სანიტარული ნორმები და საკვები. ეს მინიმალურ მოთხოვნათა ჩამონათვალია, რომელიც მათ აქვთ. თელასი ეკონომიკის სამინისტროს ელოდება, ის არ გვაძლევს პასუხს არანაირად. არ გვაქვს წყალი, არის ძალიან სიბინძურე. ვიღაცა თუ არ დაიღუპა, შენ ვერ ჩაგსვავ. იმიტომ რომ არ არის ადგილი. უფასო სასადილოებზე. დიახ, უფასო სასადილოებზე არის ლაპარაკი. რადგან არანაირი დაწესებულება ჩვენს მიმართ არანაირ ყურადღებას არ იჩენს, უკვე თვითნებურად უნდა შევიძინოთ მრიცხველები და გავიყვანოთ შუქი.
წურწუმიას 13 ნომრის მობინადრეთა შესახებ საქველმოქმედო ფონდმა მომავლის გზამ შეიტყო. ფონდის წარმომადგენლები ამჟამად სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გზებს ეძებენ. ნახეთ, უფრო უარესი მდგომარეობა ვიდრე განცხადებაში იყო მითითებული. საზოგადოების აქტივობა საჭიროა, ხელისუფლების უფრო აქტიური ქმედება საჭირო იმისათვის, რომ ეს გადაუდებელი დახმარება ჭირდებათ. კი მართალია საქართველოში ბევრია სოციალურად დაუცველი და მრავალია ესეთი ოჯახები, მაგრამ აუცილებლად თორსა არის მდგომარეობა უკვე ის რას ურათიც მანდ ნახეთ, აქ არის უკვე გადაუდებელ დახმარებაზე საუბარი. ეკონომიკის სამინისტრო შენობა ნაგებობის გამრიცხველიანებაზე უარს ამბობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფართი უკანონოდაა დაკავებული და სოციალურად დაუცველებმა შენობა უნდა დატოვო. შემოსავლების სამსახური ელექტრონული სერვისის სფეროში ბიზნეს სექტორს ინოვაციურ პროგრამებს თავაზობს. უწყების განახლებული ვებგვერდისა და ახლად შექმნილი კონსოლ ცენტრის დახმარებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საგადასახადო და საბაჟო პროცედურების საბაზისო ინფორმაციაზე სრული წვდომა ჰქონდეთ. ამავდროულად გადასახადის გადამხდელებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც წარდგენილ დეკლარაციებს, ნებართვებს, საბაჟო ოპერაციებსა და აუდიტორულ შემოწმებებს ეხება. შესაძლებელი ხდება ელექტრონული საჩივრის წარდგენაც. ასევე ამოქმედდა პირადი საგადასახადო მრჩევლის ინსტიტუტი, რითაც საგადასახადო უწყებასთან კომპანიებისა და ორგანიზაციების ურთიერთობა უფრო მოქნილი უნდა გახდეს. სიახლეებს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესმენებისთვის საგადასახადო რისკების შემცირებას უკავშირებს. მეწარმეთა გამოკითხვის შედეგად შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამებით სარგებლობა კომპანიებს მომავალი კვირიდან შეეძლებათ. ავისო ჯგუფი პირად საგადასახადო მრჩევლის მომსახურებას უკვე რამოდენიმე წელია იყენებს. ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის დღეს იყო პრეზენტაცია ახალი ვებგვერდის, გარკვეული კორექტივები შევიდა ახალ ვებგვერდში. წეხანაც აღნიშნეს თომაზე, რომ ამას ბუნებრივია ხა ჩვენ პრაქტიკაში გამოცდით და ამის მერე უფრო გვექნება შეკითხვები შემოსავლების სამსახურიდან, თუმცა ძალიან კარგი ნაბიჯია ამ კუთხით გადადგმული. ყველა სიახლის შესახებ ეს სერვისის მეშვეობით ჩვენ ვიგებთ წინასწარ საგადასახადო შემოსავლების სამსახურიდან. საკმაოდ კარგი არის თუნდაც პრევენციის მხრივ, რომ ჩვენ არაფერი ასე ვთქვათ გადასწორება შემთხვევით არ მოგვიდეს, თორე ბუნებრივია, რომ ჩვენი ბანკის მხრიდან ძალით ამაზე საუბარი არ არის. რაც შეეხება სხვა სიახლეებს შემოსავლების სამსახურის, რა ვიცი, ჩვენ ძალიან მივესალმებით, ეხლა ამ წამს ვიყავი პრეზენტაციაზე, სადაც ახალი საიტის და არსებული საიტის ახალ ფუნქციებს ვუსმენდით და ამასაც ძალიან მივესალმებით, ეს ხელს შეუწყობს ნამდვილად უფრო მეტ გამჭირვალეობას შემოსავლების სამსახურში არსებული სიახლეების ბიზნესისა. გადამხდელ საშუალება ექნება შემოსავლების სამსახურის ერთიან ბაზაში არსებული ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს სრულებით, რაც საშუალებას მისცემს მათ მაქსიმალურად მართონ მათ წინაშე მდგარი საგადასახადო რისკები. ფინანსთა სამინისტრო ღია რეჟიმში მუშაობს, ბიზნესმენებისაგან ისმის პრობლემებს, ასევე აწვდის ყველა იმ სიახლეს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი თანამშრომლობით ჩვენ მივახცევთ იმას, რომ საგადასახადო გარემო ქვეყანაში იქნება უფრო გამჭვირვალე და უფრო მორგებული ბიზნესის ინტერესებში. და გამოშვების ბოლოს მეცხრე არხი ვენეციიდან მარკო პოლო, ანტონიო ვივალდი, ჯაკომო კაზანოვა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იტალიის ქალაქში გაისერნა და ცნობილი ადამიანების სახლები დაათვალიერა. ისტორიები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი შენობები ინახავს. გონდოლიერის მიერ მოყოლილი დღემდე უცნობი ისტორიები და ლეგენდები, რომლებიც ცნობილი ვენეციელების სახელებს უკავშირდება. როგორ დასრულდა თიკა წერეთლის მოგზაურობა, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ვენეციიდან. გონდოლა ვენეციელების ერთადერთი ტრანსპორტი იყო. თანამედროვე მოსახლეობა კი ხიდების მომრავლების გამო უპირატესობას ფეხით სიარულს ანიჭებს. სამაგიეროდ გონდოლას პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს ტურისტებში. თვითონ გონდოლიერის პროფესია კი 6 საუკუნეს მოითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციელები ამ ტრანსპორტით მხოლოდ სათხისასწავლო დღეებში მგზავრობენ, გონდოლიერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარულია ვენეციაში. მათი რაოდენობა არ იცვლება. გონდოლიერი სულ 425 უნდა იყოს. მათგან ხშირად მოისმენთ ლეგენდებად ქცეულ უჩვეულო ამბებს. ამჯერად უმბერტო დიდი ვენეციელების სახლებისკენ მიგვიძღვება. პირველად ანტონიო ვივალდის სახლს ჩაუვარეთ. სახელგანთქმული ვენეციელებიდან ვივალდი ერთ-ერთი პირველია, ვის შემოქმედებასაც მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ. კომპოზიტორი ამ სახლში 4 საუკუნის წინ დაიბადა. იგი სასულიერო პირი იყო და ამ უცნაურ ქალაქში წითელი მღვდლის სახელით იყო ცნობილი. ვივალდის მუსიკა ვენეციის ქუჩებში დღესაც ჟღერს. სან მარკოს მოედანზე მუსიკოსების რეპერტუარში ყოველთვის შედის დიდი ვენეციელის სულწოდას 3 ნაწარმოები.
აქ ჩვენი სახელი განთქმული ჯაკომო კაზანოვა ცხოვრობდა 73 წლის განმავლობაში სარეცელი გაიყო 122 ქალთან, რომელთა შორის იყვნენ წარჩინებული მანდილოსნები, მსახიობები, მოცეკვავეები, მოსამსახურეები, კურტიზანები თუ ბერძენი მონები. ჯაკომო კაზანოვა მიღებული სტუმარი იყო ევროპის სამეფო გვარის ოჯახებში. პირადად იცნობდა რამდენიმე პაპსა და კარდინალს, მეგობრობდა ვოლტერთან, გოეთესთან, მოცარტთან. კაზანოვამ სიცოცხლის ბოლო წლები ჩეხეთში გაატარა. ამ სახლში ცხოვრობდა მარკო პოლო. ის დიდი მოგზაური იყო. ვენეციაში მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ვენეციის აეროპორტსაც კი მარკო პოლოს სახელი აქვს. დიდი მოგზაურის სახლი, როგორც სხვა შენობები ვენეციაში, დღემდე ინარჩუნებს ძველებურ იერსახეს. მარკო პოლომ ვენეცია 17 წლის ასაკში დატოვა და როდესაც მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ვენეციელებმა მეტსახელად მისტერ მილიონი შეარქვეს. მის მიერ მოყოლილი უჩვეულო ამბები დიდხანს არ სჯეროდათ მის თანამედროვე ვენეციელებს. უჩვეულო ქალაქია ვენეცია, ყოველთვის აღმოაჩენთ ისეთ რამეს ან ვინმეს, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ. ასე რომ ჩამოდით და ეძებეთ თქვენი გმირი. ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა დიდი ვენეციელების კვალდაკვალ. ქვისთაღიანი ხიდები და ხავს მოდებული მრავალსაუკუნოვანი შენობები კი კვლავ მოგზაურების მოლოდინში რჩებიან. და სანამ დაგემშვიდობებით, მთავარი კითხვის ანონსი გადაცემის თემებსა და დღევანდელ სტუმრებს ნატა ასათიანი გაგვაცნობს. ნატა, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა ლევან ალექსანდრე კვიტაშვილმა რექტორის თანამდებობა დატოვა ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არაერთგვარ რომანს შეფასებებს იწვევს. მთავარ კითხვას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი გელოდებათ დისკუსია თემაზე, როგორ გაინაწილებენ პარტიები ბიუჯეტის ფულს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ გედევან ფოფხაძე, ნინო ლომჯარია და დიმიტრი ლორთქიფანიძე. დიდი მადლობა ნატა, წარმატებული ეთერი გისურვებთ. მადლობთ ნატა, ახალი 9-ზე კი ამი დასრულებულია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გეფიქრეთ.